სახალხო პროტესტი გრძელდება მოქალაქეების სხვადასხვა ლოკაციაზე დღესაც შეიკრიბებიან დაგეგმილია გადაცემა კაცების ფანების მარში შეკრება 7 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება დღის ეთერი ხალხს ტრადიციულად ამ სახელწოდების აქცია გაიმართება 7 საათზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტის 38 დღეს კი რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან მიაჩნიათ რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ და ოლიგარქის რეჟიმს ახალ არჩევნებს დაანიშნინებენ სასწრაფო დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რუსული რეჟიმის პატიმრები, დაინიშნოს ხელახალი ლეგიტიმური არჩევნები და მოგვცეს რუსულმა რეჟიმმა თავისუფალ საქართველოში ცხოვრების საშუალება და წავიდნენ თავის სამშობლოში რეალურად. ეს არ არის მათი სამშობლო, ეს არის ქართველების სამშობლო და ჩვენ ოდესღაც და აუცილებლად დავიბრუნებთ ამას ამ ჩვენ სამშობლოს და ვიცხოვრებთ ბედნიერად ძალიან. პროტესტი, რა თქმა უნდა, რომ ძალიან დიდი ხანია გვაქვს და ეს 38 დღის წინ არ დაწყებულა, ბევრად ადრე დაიწყო. თუმცა ამ 38 დღის მანძილზე რაც აქვს გავართ, ხედავთ სრულად ახალი ტიპის პროტესტს, რომლის მსგავსი არც მე და მე მგონი ჩემზე ბევრად უფროსებსაც არ ახსოვთ. ეს არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის რავი, ადამიანების შეხვედრის ადგილი, რაღაცნაირი ტრადიცია, მოვდივართ და ერთმანეთს აქ ვამშვიდებთ. სახში წასულებით იყოს რაღაც შფოთი გვიპყრობს, რომ რაღაცა იქნებ ისე არ იყოს, როგორც ვფიქრობ. აქ რომ მოვდივართ, უკვე დარწმუნებულები ვართ, რომ რა თქმა უნდა ყველაფერი ისე იქნება, როგორც აი აქ მდგომი ადამიანები გადაწყვეტენ. შენისთანებს რო უყურებ, აქ შენისთან განწყობის ხალხს რო უყურებ. ამაზე მე სიხარული არაფერი არ არის. სხვაგან გულზე სკდები, აქ მოხვალ და შენიანებს ახლა. რა არის შენიანებს? შენსავით რო აზროვნებს, შენსავით რო ქვეყანა რო უყვარს. გული შეტკივა. გული შეტკივა ქვეყანაზე. აი ამ ხალხს აქ ნახავ, სხვაგან სად. აი ეგ არის ჩვენი აქ ყოფის გამამხნევებელი მიზეზი. რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში ყოველდღიურად გამოდიან ზუგდიდში შეკრების ადგილი სამხარეო ადმინისტრაციის შენობა ადგილზე მყოფებს გუშინ სიტყვით მიმართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და მასწავლებლებმა. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის ტრადიციულად გააჟღერეს მთავარი მოთხოვნები, რაც ახალ არჩევნებს და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისში რუსთაველის გამზირის გარდა რეგიონებში ეს პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს და ხალხს მინდა უთხრა, რომ შეიძლება მათაც სურდეთ, რომ დადგნენ რუსთაველზე პარლამენტის წინ, მაგრამ რაც უფრო გავაგვივებთ იმ კერებს, როგორიც არის ზუგდიდში, ქუთაისში, კახეთში და სხვა რეგიონებში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით და ამასთანავე მადლობა მინდა გადავხადო მათ, რომ ასე მტკიცედ მიუხედავად დაშინებებისა, მიუხედავად იმ ამოქმედებული კანონებისა, რომლებითაც უკვე დააჯარიმეს უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, მაინც მტკიცედ დგანან თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და გარედან ზეწოლა ეს ორი სინერგია, ორი ძალის გააკეთებს იმას, რომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომელსაც არავინ არ ცნობს, გაუშვებს იმ სკამებიდან, ხელისუფლებაში ისინი არ არიან, რომელსაც დროებით ფლობენ, რადგანაც ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ წვალებით, ხშირად ზიგზაგებით, მაგრამ მაინც ქართველი ხალხის, ქართველი ერის მოწადინებით ნაშენების სახელმწიფო აღარ იყოს და შეგვიერთონ რუსებს. არავითარ შემთხვევაში ქართული საზოგადოება უჩვენებს 38 დღეს პროტესტიდან, რომ ის არაფრით არ დათმობს ქართულ სახელმწიფოს. ეს არის თითოეული ჩვენგანის აქ მდგომის და ვინც ყველა ქალაქში დგას მათი სათქმელი. სამშობლო სამსახურში დგანან მოქალაქეები ბათუმშიც აქ 38 დღე ადგილობრივები საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან. მიაჩნიათ, რომ ოლიგარქის რეჟიმს ხალხის განსაკუთრებულად ეშინია და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ხმა მიზნის საბოლოოდ მიღწევამდე ქუჩაში ისმოდეს. უკვე 38 დღეა ბათუმელი მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში ვდგავართ აქ და ვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ქართველი მოსახლეობა, ქართველი ერი იმსახურებს ევროპულ კეთილდღეობას, იმსახურებს ეკონომიკურ სიძლიერეს და ამისთვის ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ სანამ არ მივაღწევთ სასურველ შედეგს. მოთხოვნები ისევ და ისევ უცვლელი რჩება, ვითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას
თავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ იქნა დაჭერილი აქციებზე. ვითხოვთ ისევ და ისევ ხელახალ არჩევნებს, რომელიც ჩატარდება დამოუკიდებლად და იქნება მიუკერძოებელი. პროტესტის გაგრძელება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სადაც 38 დღეს ხალხი გამოდის, ერთად ხვდება ახალ წელს ბედობას, მათ შორის შობა ჩანიშნული, ერთად უნდა შევხვდეთ ყველა ერთმანეთს. ეს ყველაფერი უფრო და უფრო აძლიერებს ხალხს და უფრო და უფრო მეტ შემართებას მატებს. ყოველთვის ხდება ასე, ნელ-ნელა იწყება ყველაფერი ზვირთი, შემდგომ უკვე დიდი ზვირთი გადაიქცევა და საბოლოო ჯამში შედეგის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია. საერთოდ 38 ვამბობთ, რომ უფრო დიდი ხანია ვართ გარეთ, უფრო დიდი ხანია ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია და არ იმსახურებს საერთოდ რომ ხელისუფლება ერქვას, ჩვეულებრივი ბოროტმოქმედი დაჯგუფებაა, რომელიც იმას აკეთებს, რაც თვითონ უნდა, რაც ბიძინას უნდა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მედგრად დგომა, გარეთ დგომა, იმიტომ რომ ყველა სხვა ინსტიტუტი უბრალოდ არ არსებობს ქვეყანაში, რაც მოაწესრიგებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს. მე არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება რომ არ გამოვიდეს დღეს ხალხი ქუჩაში იმ პირობებში, როდესაც ამდენი უკანონო პატიმარი ყავს, ამდენი უდანაშაულო ხალხი დღეს არის 4 კედელში გამოკეტილი, იმ პირობებში, როდესაც ეს წარმოუდგენელი საპოლიციო საკანონმდებლო ცვლილებები მივიღეთ და არის ძალიან ბევრი ინსტიტუციაში, საჯარო სექტორებშიც აბსოლუტური რეპრესიები დაწყებული, ხალხის დაშინება, ბავშვებთან რეკვები, დაჭერები, ცემები სადარბაზოებში და დევნები, თავი რო დავანებოთ იმ განცხადებას, რაც ირაკლი ყობახიძემ თავის დროზე გააკეთა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერეს საერთოდ. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, რომ დღეს საქართველოს მოქალაქემ ამაზე წაიყრუოს. ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ევროპის მოედანზე მერის ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე გადაინაცვლეს, სადაც ნუცა ბუზალაძის გამოსვლისას პლაკატები მიიტანეს, რომელზეც სპეცრაზის მიერ ნაცემი და დაკავებული ადამიანები იყვნენ გამოსახული. ვიდეო კადრები გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა. სირცხვილო ეძახდნენ დემონსტრანტები მომღერალს, რომელიც წელს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტებზე გამოდის. ნუცა ბუზალაძემ ბათუმში პროტესტის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ კონცერტის ჩაშლა უნდოდათ, რაშიც ფული ჰქონდათ აღებული. ჯერ უცნობია რა ჰონორარი გადაუხადეს მომღერალს ბათუმში, თუმცა ახალციხეში გამართული საახალწლო კონცერტისთვის ბუზალაძემ ბიუჯეტიდან 18,000 ლარი მიიღო. Viva! Viva!